პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია აირჩიეს. ალასანია პარტიის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მის კანდიდატურას მხარი 2038-ვე დელეგატმა დაუჭირა. თავისუფალი დემოკრატების რიგით მესამე ყრილობა ფილარმონიაში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. შეკრებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყრილობაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა იგი შეხვედრაზე არ მისულა. გაერთიანების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე გახდა, ხოლო პარტიის გენერალური მდივნის პოსტი ალექსი პეტრიაშვილმა დაიკავა. დამტკიცდა პარტიის წესდება და გაიმართა ახალი სიმბოლიკის პრეზენტაცია. ჩვენ დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა ერთად. ჩვენ სათავე დაუდეთ ქვეყნის მართლაც თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას და მის ჭეშმარიტ ევროპულ და ევროატლანტიკულ ინტეგრაციას. ამ პროცესში ჩვენ ვიყავით ერთად და მე ამისთვის თვითონ თქვენგანს მინდა მადლობა მოვახსენოთ. მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს მთავრობაში მუშაობის 2 წლის განმავლობაში თავისუფალმა დემოკრატებმა, ახალმა და ძველმა წევრებმა მაქსიმალური შედეგი დადეს იქ, რომელი მიმართულებებით ჩვენ ჩაგვაბარეს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ნატოსთან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი. 19 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში იბრძოდა. შემდეგ მან მრავალი თვე გაატარა პანკისის ხეობაში, იმ ადგილას, საიდანაც საფრთხე მთელ საქართველოს ემუქრებოდა. არასოდეს შეეგუება იმას, როცა სხვას უსამართლოდ ექცევიან და განსაკუთრებით იმას, როცა უდანაშაულო ადამიანებს ციხებში სვამენ. ყველა მიხვდით ალბათ, მე ვასახელებ თავისუფალი დემოკრატების უპირობო ლიდერს ბატონ ირაკლი ალასანიას. ზიზღი და დაძაბულობა, უპატივცემულ შურისძიება ჩვენ პოლიტიკიდან უნდა გაუშვათ. იმიტომ რომ სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2000 წლის ჩვენ მაინც ვერ ავართ ბოლომდე თავისუფლები. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ის იდეალები, რისთვისაც 2012 წელს საზოგადოებამ ნდობა გამოგვიცხადა, არავითარ შემთხვევაში არ შეტრიალდეს.